გარდაცვლილი ნინი მუჯირის ოჯახი ექიმის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს. ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი ახალგაზრდა ქალის დედა ამბობს, რომ სარჩელს პოლიციაში დღეს შეიტანს. ჯანდაცვის მინისტრი დამპირდა, რომ კანონს აღასრულებდა, ამბობს შვილმკვდარი ქალი. 35 წლის ქალი 15 წუთიანი ოპერაციის შემდეგ 3 საათში კომაში ჩავარდა. ორგანიზმში მას ბაქტერია ლეპტოსპიროზი აღმოაჩნდა, რის შემდეგაც სეფსისი განუვითარდა. ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს, მიზნად პოლიტპატიმრების ადგილი არ არის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, რის შემდეგაც კრიტიკული რეზოლუციის მიღება იგეგმება. ღამის პირველი საათიდან დილის 6 საათამდე სადისტრიბუციო მანქანებს ბასლაინში მოძრაობის უფლება ექნებათ. ინიციატივა საცობების განტვირთვით არის ახსნილი. ადმინისტრაციულ სამართალდაღურათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით მსუბუქდება ჯარიმები სიჩქარის გადაჭარბებასა და მწვანე ნარგავების დაზიანებაზეც. ძლიერი სიცხის გამო საფრანგეთში ლუვრის მუზეუმი და ეიფელის კოშკი დაიკეტა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მუზეუმის ისტორიული შენობა კლიმატის ცვლილებასთან საკმარისად ადაპტირებული არ არის. საფრანგეთში ძლიერი სიცხეების გამო საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა და დაიღუპა 18 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც.